გააქტიურება ამერიკული პოლიტიკისა თურქეთთან მიმართებით და ერდოღანი და ასევე მისი რეგიონალური მოკავშირე ალიევი საკმაოდ ესე იგი აქტიურად ცდილობენ შეერთებულ შტატებთან დაახლოვებას და შემთხვევითი არ უნდა იყოს ის რომ C5+1 პლატფორმაში ამ მოდელში ამერიკელები განიხილავენ კავკასიის ჩართულობასაც. შესაძლებელია ესე იგი დიდი თურანის იდეა, რომელიც გულისხმობს თურქული სახელმწიფოების რაღაცნაირად ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცეთ ჩამოყალიბების პროექტს და მათი ეკონომიკური, სამხედრო უსაფრთხოების და ლოჯისტიკურ შეკავშირებას შეერთებული შტატებისთვის აღქმული იყოს როგორც ისეთი დიდი მოთამაშეების შებოჭვის ინსტრუმენტად, როგორც შეიძლება იყოს რუსეთი და ჩინეთი. გეოგრაფიულად ეს დიდი თურანის სახელმწიფოები მდებარეობენ იმ შუალედურ სარტყელზე, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის არის და ასევე რუსეთსა და ირანს შორის. ბუნებრივია, ეხლა თურქეთში დიდი ხნის მანძილზე ეს პოლიტიკური თეორია იხვეწებოდა, თუმცა მათი გადმოსახედი ამ პოლიტიკურ პროექტთან მიმართებით უფრო მეტად სუვერენული იყო და ნაკლებად იზიარებდა დასავლეთის ხელში მათი ინსტრუმენტად გამოყენებას. თუმცა ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შესაძლებელია ოფიციალურმა ანკარამ გამოიყენოს ეს ახალი მოკლედ იდეები და ახალი შეხედულებები, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის, მათ სასიკეთოდ და რაღაც მომენტებში აყვნენ ამ პოლიტიკურ თამაშში.